25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო. უფალს ყველაფრისათვის. Ευχαριστούμε τον Θεό για όλα. იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც მან მოღწა. Για το μεγάλο έλεος τον οποίο μας έδωσε. იმ განსაცდელისათვის, რომელიც გამოიარა ჩვენმა ეკლესიამ Και და για τις ჩვენმა συμφορές ერებმა. τις οποίες είχε και η εκκλησία μας και ο λαός μας. და მადლობ უფალს ყველანდელი. ვილოცავთ ყველას საქართველოს ავტოკეფალიის დამოწმების დღეს. საქართველოს ეკლესია დასაბამიდანვე ავტოკეფალური იყო, რადგან ის არის დაფუძნებული მოციქულთა მიერ, კერძოდ ანდრია პირველწოდებულის მიერ და მას შემდეგ მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დროს, უკვე როდესაც ესეთი ტერმინი გაჩნდა ავტოკეფალია, მაშინ უკვე მოიპოვეთ საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია. ავტოკეფალია არის, ესე იგი, თვითმართვადი ორგანო, ესე რომ ვთქვათ, დღევანდელ ტერმინით რომ ვთქვათ, ისე რომ ადამიანი არ წყდები, ანუ ეკლესია არ წყდება საერთო ეკლესიას. ერთ-ერთი ერთეული, რომელსაც შეუძლია საკუთარი ტრადიციით, საკუთარი კულტურული, საკუთარი ისტორიული რაღაც ფაქტორებით მართოს ეკლესია, ისე რომ არ მოწყდეს ერთიან მთლიან ეკლესიას. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ეკლესიის დამოუკიდებლობა 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლა ქართულმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის, კირიონ საძაგლიშვილის, ლეონიდე ოქროპირიძის მეთაურობით დაიწყო. საქართველოს ძალიან ბევრი ჟამთასიავე გამოიარა. ავტოკეფალიის ბედი ძალიან ისე იყო ხომე წყდებოდა, ხან გაგვიუქმებდნენ ზოგ შემთხვევაში, ხან წაგვართმევდნენ, ხან ისე, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ აი საქართველოს და ქართველი ერი და სასულიერო დასი ყოველთვის მოკლედ ამას ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას და აი 1917 წელს კრებამ, რომელიც ცხეთაში ჩატარდა 25 მარტს, ისე იგი აღადგინა ისტორიული ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიის. რთული იყო ამის მერეც პერიოდი, არ ცნობდნენ ამ ავტოკეფალიას. 53 წელს თვითონ იმპერიამ ცნო, სადაც ვიყავით მაშინ, მოკლედ კომუნისტური რეჟიმის დროს, მოკლედ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და აი 1990 წელს უკვე მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დიდი შრომით და ღვაწლით მოხდა მოკლედ აღიარება საქართველოს მართლმადიდებელი. ეგ აღიარება არა, დამოწმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიისა, სადაც გადმოგვეცა ორი ტომოსი, ეს იყო ავტოკეფალიისა და მეორე კიდე საპატრიარქო ღირსებისა და წოდების. გილოცავთ ყველას ამ დღეს, ღმერთმა სიბრძნე და გონიერება მოგცეს ჩვენს ერს, რომ ეკლესიას სასულიერო დასს, რომ სისხლითა და ოფლით, ცრემლით მოტანილი ეს საუნჯე და ეს ღირებულებები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არ გაგვეფანტოს, არ დაგვეთმოს, შეგვენარჩუნებინოს და ძალა მოგცეს, რომ თუ საჭირო იქნება ამისთვისაც ვიბრძოლოთ კიდეც.